ყირიმელმა სეპარატისტებმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღეს. დადგენილება ამის შესახებ ავტონომიის პარლამენტმა უკრაინაში ლეგიტიმური ხელისუფლების არარსებობის საბაბით დღეს მიიღო. ახალი რეფერენდუმი ამჯერად რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე 16 მარტისთვის დაინიშნა. ყირიმის მარიონეტული ხელისუფლების გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა დღეს უშიშროების საბჭოზე განიხილა. სახელმწიფო სათათბირომ კი ყირიმის შემოერთების მიზნით კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. ყირიმში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ სიმფეროპოლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაეროს სპეცწარმომადგენელი რობერტ სერი გააძევეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რეგიონში ეუთოს 40 დამკვირვებელი არ შეუშვეს. ევროპელი ლიდერები დღეს უკრაინის კრიზისის განსახილველად შეიკრიბნენ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა რუსეთის ჯარების ბაზებზე დაბრუნება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებით დაემუქრა. თუმცა მოსკოვმა მოთხოვნა არ შეასრულა. ამის მიუხედავად მედიის ცნობით დღეს შეკრებილ ევროპელ ლიდერთა ნაწილი სანქციების დაწესებისთვის მზად არ იყო და ამ ეტაპზე მხოლოდ დიპლომატიურ ზომებს ემხრობოდა. გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ დემოკრატიის, თავისუფლების პრინციპების და უკრაინელ ხალხს დავეხმარებით. ჩვენ უნდა დავწუნდეთ, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთთან მოლაპარაკებას შეძლებენ. უნდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო მესიჯი რუსეთის მთავრობას, რომ ის რაც მოხდა დაუშვებელია და ამას შედეგი მოყვება. მათ ახალ ქმედებებს კი კიდევ უფრო მეტი შედეგი უნდა მოყვეს. რუსეთზე მაქსიმალურად დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა დეესკალაციის პროცესი დაიწყოს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სანქციებიც უნდა დაწესდეს. განსაკუთრებით მწვავე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების რეაქცია იყო. საფრთხე, რასაც დღეს ევროპაში ვხედავთ, ომის შემდგომი საზღვრების გადასინჯვაა. ეს სიგნალია, რომელსაც რუსეთი გვიგზავნის და ეს სწორად უნდა შევაფასოთ და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ. უკრაინის შემდეგ მოლდოვა იქნება, მოლდოვას შემდეგ სხვა ქვეყნები. ევროპელი ლიდერები უკრაინის კრიზისზე ქვეყნის ახალ პრემიერთან ერთად მსჯელობენ. ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას არ დაელოდა ვაშინგტონი. თეთრი სახლის ინფორმაციით ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად სავიზო სანქციები დაუწესდებათ რუსეთის და უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას საფრთხეს უქმნიან.